მთავარი არხის ოპერატორ სერგი ბარამიძეს, რომელსაც პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა, დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას რეჟიმი აქეთედავება. საუბარია 19 ნოემბრის აქციაზე, როცა ჩვენს ოპერატორს საპოლიციო ძალები პროტესტის გაშუქების დროს გაუსწორდნენ და დააკავეს. მიყენებული დაზიანებების გამო სერგის სამედიცინო ჩარევაც დაჭირდა. სერგი ბარამიძე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმაც გამოკითხა, თუმცა ამ დრომდე დაზარალებული სტატუსიც არ აქვს. ის რომ ბარამიძეს ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევას ედავებიან, ჩვენმა ოპერატორმა ისევ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სასამართლოში ყოფნისას გაიგო. მის საქმეზე პროცესი დღეს უნდა გაიმართოს. დეა მამისეიშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში და გვეტყვის, რომელი მოსამართლე და როდის განიხილავს ჩვენი ოპერატორის საქმეს. გისმენდია. მანუჩარ ცაცუა განიხილავს, როდის განიხილავს არ ვიცი, ჩვენ უკვე საათნახევარი აქ ვიმყოფებით და დრო მუდმივად იწევს და იგვიანებს პროცესის დაწყება, მაგრამ ვემზადებით სანახაობისთვის სამართლისგან დაცლილი პროცესისთვის, რომელიც შედგება საქალაქო სასამართლოს ნომერ 51 დარბაზში, სწორედ აქ ხელმძღვანელობს პროცესს მანუჩარ ცაცუა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს დღეს ჩვენი კოლეგა და ჩვენი მეგობარი მთავარი არხის ოპერატორი სერგი ბარამიძე არის თუ არა კანონდამრღვევი და იხულიგნა თუ არა მან, იმიტომ რომ ამას ედავება სწორედ რეჟიმის პოლიცია მას წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას, რომელ კანონიერ მოთხოვნაზეა საუბარი, ეს გაურკვეველია. ჩვენ აქ მას შემდგომ რაც მოვედით საათნახევარია, ვეძებთ პოლიციელებს, ადამიანებს, რომლებმაც უნდა მისცენ ჩვენება დღეს სერგის წინააღმდეგ, რას მოყვებიან ისინი, ძალიან გვაინტერესებს, ასევე რა მტკიცებულება ექნება შინაგან საქმეთა სამინისტროს იმის დასამტკიცებლად, რომ სერგიმ რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინა, მაშინ როდესაც ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. იმიტომ რომ ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ სერგი მელიქიშვილის გამზირზე მუშაობდა ჩვენ ჟურნალისტთან ნინუ ჩაკაკელიასთან ერთად, როდესაც ისინი იღებდნენ დაკავებებს და ამ დროს პოლიცია მივარდა სერგის. სერგი იყო ძალიან კარგად იდენტიფიცირებადი, იმიტომ რომ მას ჰქონდა კამერა, ამ კამერას ჰქონდა მთავარი არხის ლოგო და ის უბრალოდ იღებდა დაკავებებს, როდესაც პოლიციელები მას მივარდნენ, სახეში დამიზნებით და გამიზნულად ჩაარტყეს მას, ასევე ძალიან ცუდად ეპყრობოდნენ და მგონი კადრები ძალიან კარგად ასახავს და კადრები არის სინამდვილეში მტკიცებულება შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ და ამის შემდგომ სერგი დააკავეს ასეთი არაადამიანური მოპყრობის შემდგომ. ეს მტკიცებულება და ეს კადრები არსებობს, რომელიც ადასტურებს ერთი სერგის უდანაშაულობას და მეორე რეჟიმის პოლიციის დანაშაულს, თუმცა ასეთ სამართალში ვცხოვრობ და ახლა რუსული ოცნების პირობებში, როდესაც ოპერატორზე შესაძლოა რეჟიმმა გადაწყვიტოს, რომ ის იყოს კანონდამრღვევი, მაშინ როდესაც ყველაფერი ზედაპირზეა და მაშინ როდესაც თავად ამ ოპერატორზე იძალა და რეჟიმის პოლიციამ. არ ვიცით რა სიტყვენ, ჩვენ დღეს ვეძებთ მთელი დღეა, გარშემოც არიან საქალაქო სასამართლოში პოლიციელები, ყველას ვეკითხებით, ვინ უნდა იყოს ის, ვინც მისცემს ჩვენებას, აი უკანა მხარესაც სხედან პოლიციელები, ვინ უნდა იყოს ის, ვინც სერგის წინააღმდეგ მისცემს ჩვენებას, ვინ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, რა სიტყვის ის ხდომათა დარბაზში. მოკეთეთ საათნახევარია, რაც აქ მოვედი, ვეძებ გომელაურის უწყების წარმომადგენელს და ყველა ვინც შემხვდა, ყველა უარზეა, ამიტომ ჯერ კიდევ არ ვიცით იმ პროცესზე, რომელიც წესით რამდენიმე წუთში დაიწყება, ვინ იქნება და ვინ იჯდება სერგი ბარამიძის პირისპირ. ბედის ირონიაა, მაგრამ სერგი იმის შესახებ, რომ მისი პროცესი გაიმართებოდა და რომ მას ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევებს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან, ზუსტად მაშინ გაიგო, როდესაც იყო საქალაქო სასამართლოში და სხვა ადმინისტრაციული წესით გასამართლებულების, გასასამართლებელი ხალხის პროცესი იღებდა. მგონი ძალიან კარგად აჩვენებს მოვლენათა ქრონოლოგია მხოლოდ ერთი სერგი ბარამიძის მაგალითზე და არა მხოლოდ სამწუხაროდ ასეთი მაგალითები ძალიან ბევრია, რომ სისტემა, რეჟიმი არის დამნაშავე და ამ დროს ერთადერთი რითაც რეჟიმი არის დაკავებული, არის ის, რომ სხვერპლი გამოაცხადოს დამნაშავედ და თავისი დანაშაული გადააბრალოს სხვას, იმიტომ რომ ალბათ მე კიდევ იმდენს ვერ ვიტყვი, რასაც ამბობს კადრები, რომელსაც ახლა ხედავს მაყურებელი, როგორ მოექცნენ სერგის, როგორ მიცვივდნენ უმიზეზოდ, უბრალოდ იმიტომ რომ ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, როგორ იძალა ეს ჯგუფურად და გამიზნულად ოპერატორზე და შემდგომ როგორ დააკავეს. დაკავებულებს ვიღებდი და აი ამ დროს ერთ-ერთი სპეცნაზელი წამოვიდა მუშკით პირდაპირ ჩემსკენ.
და აი ამის შემდეგ აირია ყველაფერი, რა ვიცი რა. აი რა ვინ იმაშვებოდა, ვინ მერტყავდა, ვინ მაკავებდა, ვეღარ გავიგე. ოზოგი მახრჩობდა და ესე შემდეგ რა. რას გედავებიან? ამბობენ რომ თავად ხარ დამნაშავე? არ ვიცი, აი ესე მითხეს წვრილმანი ხულიგნობაო რა. წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის დამომორჩილებლებმა. სერგი ბარამიძეს ედავებიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენას, პოლიციისთვის დამომორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას. ყველამ ნახეთ ვიდეო, როდესაც იგი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, მაგ დროს დააკავეს და მას იძალადეს. ამაზე დაწყებული არის გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, თუმცა ამ დრომდე ჯერჯერობით არც ერთი მოძალადე პოლიციელი დაკავებული არ არის და ამ პირობებში პირიქით მსხვერპლს ასამართლებენ ახლა და აპირებენ რომ რა ვიცი, ან ჯარიმა გამოუწერონ, ან ადმინისტრაციულ პატიმრობასაც ითვალისწინებს ეს მუხლი. იძებნება შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, რომელმაც დღეს პროცესზე უნდა თქვას, რომ სერგი კრიმინალია, გვაინტერესებს როდის მოვა, იმედია სხდომის დაწყების შემდგომ მაინც გამოჩნდება სხდომათა დარბაზთან, იმიტომ რომ გვაქვს კითხვები, ჩვენ თავად გვაქვს მტკიცებულება, პოლიცია როგორ ექცევა სერგის და ძალიან საინტერესოა რეჟიმი ამჯერად რით იმართლებს თავს და ამჯერად როგორ გადაწყვეტს და ამტკიცოს, რომ სერგიმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა, არ ვიცით რას გააკეთებს ცაცუა მოსამართლე, რომელიც ახლა სხვა ადამიანის ბედს წყვეტს და შემდგომ უნდა გადაწყვეტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა თუ არა სერგი, მაგრამ მე ვეტყვი მაყურებელს იმას, რაც არის მნიშვნელოვანი, მას შემდგომ რაც სერგი დააკავეს და გაათავისუფლეს რამდენიმე საათში იყო მამუკა მდინარაძის, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი პოლიტიკური ჯარისკაცის ბრიფინგი, რომელზეც მან თქვა, რომ იყო გაუგებრობა, იყო შეცდომა და სერგის მოუბოდიშეს და ისე გაათავისუფლეს. ახლა იმ ოპერატორს, რომელსაც პოლიციელებმა მოუბოდიშეს, ედავებიან წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას. ამიტომ დღევანდელი პროცესი საინტერესო იქნება, გავიგებთ კიდევ სადამდე არის მზად რეჟიმი, რომ შეტოპოს და იმედია იქამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელსაც ვნახავთ ამ დარბაზთან.